იმერეთის რეგიონის 8 მუნიციპალიტეტში დაიტბორა გზების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, საცხოვრებელი სახლების ეზოები. ასევე დაზიანდა ნაპირდამცავი გაბიონები, სოფლის ხიდები და დაირეცხა შიდა სასოფლო, ქვიშა, ხრეშოვანი გზები. უხმან-ალექმა ხონის მუნიციპალიტეტის ქალაქის ტერიტორიასა და სოფლებში პრობლემები შექმნა. ადგილზე მუშაობდა მძიმე ტექნიკა. მისი საშუალებით ხორციელდებოდა ამოვსებული ხიდ ბოგირების გაწმენდა და ნარჩენებისგან გასუფთავება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მეწყარი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად ცენტრალური გზა დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. დატბორილია წყალტუბოს სოფლები და ცენტრალური გზები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. წვიმა მთარჯოლის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში სპეციალური ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს ამოვსებული ხიდ ბოგირების გაწმენდა, არხების დაღრმავება და სხვა სახის სამუშაოები, თუმცა უამინდობის გამო მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება ვერ ხერხდება. ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ღამის საათებში დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, ასევე კერძო საკუთრებები. ამ ეტაპზე დაზიანებები დაფიქსირებულია სოფლებში მოლითი, ნებოძირი, ზედუბანი და ვახანი. ზარალის მასშტაბებს შესაბამისი ზარალის შემსწავლელი კომისია შეისწავლის. ნიკა გვარამიამ ოპოზიციის ალიანსის სახელით გამართულ ბრიფინგზე 26 მაისს დაანონსებული აქციის დეტალებზე ისაუბრა. გვარამიას თქმით, აქცია უკვე 2 თვის განმავლობაში არის დაანონსებული, ხოლო რამდენიმე დღის წინ მერიისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღეს უარი ტექნიკის გახმოვანების, ეკრანების და სცენის გადატანაზე. მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო ალიანსის სახელით ხვალინდელ აქციაზე. ხვალ 26 მაისია, ძალიან მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში ზოგადად და ვფიქრობთ, რომ ამ დღეს განსაკუთრებული мотивация გვაქვს ყველას, რომ შევიკრიბოთ და გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისადმი. საქმე იმაშია, რომ აქცია უკვე 2 თვის განმავლობაში არის დაანონსებული, მასზე მუშაობს ოპოზიციური ალიანსი, უამრავი სხვა ადამიანი და რამდენიმე დღის წინ. უკვალოდ 2 დღის წინ თბილისის მერიამ გვიპასუხა, რომ რუსთაველი გადაკეტილი იქნება და იქ რეალურად აქციის გამართვა არ მიაჩნია მიზანშეწონილად, მე არ ვიცი ეს რას ნიშნავს და ასევე უარი გითხრა ტექნიკის გადაადგილებაზე, გახმოვანების, ეკრანების, სცენის და ასე შემდეგ. იგივე პასუხი მოვიდა გუშინ წინ შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ჩვენი დამოკიდებულება არის ძალიან კაფიო. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვცვლით დაგეგმილ მარშრუტს, რომელიც 2 თვეა, კვლავ ხაზგასმით ვამბობ, ცნობილია ხელისუფლებისთვისაც და საზოგადოებისთვისაც და იმიტომ რომ ვიღაცამ გადაწყვიტა თავისი შიშის თუ რამე სხვა მიზანშეწონილობის, მისთვის ცნობილი მხოლოდ მიზანშეწონილობის გამო შეგვაცვლებინოს ჩვენი გეგმები, ჩვენ და უამრავ საქართველოს მოქალაქეს, ამის გამო ეს გეგმები არ შეიცვლება. ჩვენი მოთხოვნა ემყარება კონსტიტუციას, ჩვენ მოვახდენთ ჩვენი უფლების რეალიზაციას სრულად, იმიტომ რომ ეს გვეკუთვნის როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს. მოკლედ, შემაჯამებელი სიტყვა რომ თქვა, ხვალ 7 საათზე ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და შემდგომ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე ჩვენ ვეცდებით ბოლომდე, რომ შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები და სრულფასოვანი აქცია გავმართოთ ის, რისი უფლებაც გვაქვს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე პრემიერის განცხადებით 2020 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე ზუსტად 3-ჯერ შემცირდა. 25 წელს 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე სიღარიბე ჩვენმა 90,000-მა თანამოქალაქემ დაძლია. 2020 წლის შემდეგ საქართველოს სიღარიბე ზუსტად 3-ჯერ 21.3%-დან 7.1%-მდე შემცირდა. ამ 5 წლის განმავლობაში სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84% პუნქტი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ხარჯს მიღმა ცხოვრობდა 1,100,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280,000 ჩამოსდა.
ჩვენ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა საქართველოს სიღარიბის სრულად აღმოფხვრა, ვიდრე 280,000 ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ხარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება. Აღალი ეკონომიკური ზრდის და სიღარიბის კლების არსებული ტენდენციის შენარჩუნების პირობებში სიღარიბის აღმოფხვრა 2030 წლისთვის სავსებით რეალურია. Როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ლარში 50 მილიარდიდან დაახლოებით 105 მილიარდამდე, ხოლო დოლარში 16 მილიარდიდან 38 მილიარდამდე გაიზარდა. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რაც პირდაპირ განაპირობებს როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ისე დასაქმებულ და საშუალო ხელფასის ზრდას, მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერის შეასრულების გაფართოებას და შესაბამისად სიღარიბის შემცირებას. დიდი მადლობა. მიზეზია ეკონომიკური ზრდა. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ამხელა მაჩვენებელი საშუალო 9.3% ეკონომიკური ზრდა 2021-25 წლებში არც ერთ ქვეყანას არ ქონია, წელსაც ვინარჩუნებთ ზრდის მაღალ ტემპს. ეკონომიკური ზრდა არის, რა თქმა უნდა, სიღარიბის შემცირების უმთავრესი მიზეზი. კიდევ ერთხელ რომ ვთქვათ, ეკონომიკის ზრდა განაპირობებს იმას, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ხელფასი, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებლები, შედის მეტი თანხა ბიუჯეტში და თავისთავად ფართოვდება სოციალური დახმარების შეასრულებები, ეს ყველაფერი მთლიანობაში განაპირობებს სიღარიბის მაჩვენებლის მკვეთრად შემცირებას. ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის ალიანსის დაგეგმილ აქციას. შეკრების გამართვა ყველა შეუძლია, რომ დავაზუსტოთ, აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე. თქვენ იცით, რომ აღნიშნება 26 მაისი, 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს, რაც შეეხება შეკრების გამართვა ყველა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში. პირიქით მეგონი კარგიც იქნება კიდევ ერთხელ აჩვენებენ ეს ადამიანები საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს. 26 მაისი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობით აღენიშნება. ქვეყნის მასშტაბით ტარდება სამხედრო აღლუმები, კულტურული ღონისძიებები, კონცერტები და სხვადასხვა საზეიმო აქტივობა. ეს დღე გვახსენებს იმ ადამიანების თავდადებას, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოლეს. 2026 წელი ასევე უკავშირდება საქართველოს მრავალ საუკუნოვან ისტორიას. ქვეყანას ქრისტიანობის მიღებიდან 1700 წელი უსრულდება. კომპანია მეგატივთან ქუთაისში ამ დღეს დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ელეონორა გოგოლაშვილმა. ქალაქში უკვე გამოიფინა როგორც საქართველოს დროშები, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობის დღის სიმბოლიკები, ქრისტიანობის 1700 წლის თავისადმი მიზღული სიმბოლიკები და უკვე აქტიურ ფაზაშია მზადება შესული დღევანდელი ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ჯიტას და თავდაცვის ძალების ორგანიზებით ტარდება ჩვენს ქალაქში. შუა დღეს 12 საათიდან ქალაქის ისტორიულ ნაწილში ცენტრალურ ბულვარსა და აღმაშენებლის მოედანზე გაიმართება როგორც კულტურული, ასევე შემეცნებითი, საგანმანათლებლო, სპორტული, საბავშვო აქტივობები, ვორქშოპები თუ პერფორმანსები. ფალიაშვილის გამზირზე იქნება გამოფენილი თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკა. 17 საათსა და 10 წუთზე შესრულდება ტრადიციულად საქართველოს ჰიმნი ჩვენი იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდის შესრულებით და 7 საათზე ყველაფერი დასრულდება კონცერტით. ასე რომ გელით ყველას რომ აღვნიშნოთ ჩვენი ეროვნული უმთავრესი დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჭრეტის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ნივთმტკიცება დამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასუებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წამდიან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჩინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული თავისი მართვის ქვეშ არსებული სატრფო ავტომანქანით, ბრალდებული სახით მასთან ერთად დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაყვანას სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის სარქის გვერდის ავლით უკანონოდ და მალულად ცდილობდა. პოლიციამ ორივე მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა. გამოძიება სისხლსამართლის კოდექსის მე-19-342 პრიმამ, მე-19-342 და 344 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.